გეორგ ზიმელის ფულის ფილოსოფია, ფილოსოფი დის გელდეს, რომელიც 1900 წელს გამოიცა. სოციოლოგიისა და ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაშრომია. ეს არ არის წიგნი იმაზე, თუ როგორ ვიშოვოთ ფული, განსხვავებით მორგან ჰაუზელის ფულის ფსიქოლოგიისგან. არამედ ეს არის კვლევა იმისა, თუ როგორ შეცვალა ფულმა ადამიანის აზროვნება, კულტურა და სოციალური ურთიერთობები. ქვემოთ მოცემულია წიგნის დეტალური მიმოხილვა და ძირითადი იდეები, რაც დაგეხმარებათ მისი შინაარსის სიღრმისეულ გააზრებაში. ღირებულება და დისტანცია. ზიმელი იწყებს იმით, რომ საგნებს თავისთავად არ გააჩნიათ ღირებულება. ღირებულება იბადება მაშინ, როდესაც ჩვენსა და საგანს შორის ჩნდება დისტანცია. თუ საგანი ზედმეტად ხელმისაწვდომია, მას არ ვაფასებთ. თუ საგანი მიუწვდომელია, მასზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ფული არის ხიდი, რომელიც ამ დისტანციას ლახავს. ის გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი სურვილი ციფრებში გადავიყვანოთ და მიზანს მიუახლოვთ. ფული როგორც უნივერსალური ეკვივალენტი. ზიმელი განმართავს, რომ ფულმა სამყარო რაოდენობრივად აქცია. ადრე ნივთებს ერთმანეთის მათი თვისებებით ვადარებდით. ახლა კი ყველაფერს ერთი საზომი აქვს. ფასი. ინტელექტუალიზაცია. ფულის გამო ადამიანები უფრო რაციონალურები და გამომთვლელები გახდნენ. ჩვენ ვსწავლობთ ემოციების გვერდზე გადადებას და ცივი გონებით გაანგარიშებას. ობიექტურობა. ფული არ ცნობს პიროვნულ თვისებებს. მას არ აინტერესებს ვინ ხარ შენ. მისთვის ყველა თანაბარია, ვისაც გადახდის უნარი აქვს. ინდივიდუალური თავისუფლება. ეს წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ზიმელი ამბობს, რომ ფულმა ადამიანი გაათავისუფლა, მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს. ფეოდალურ ხანაში გლეხი მიჯაჭვული იყო მიწაზე და ბატონზე. ის ვალდებული იყო თავისი შრომით, მოსავლით გადაეხადა გადასახადი. ფულის ერაში ჩვენ შეგვიძლია გადავიხადოთ ფული და ვიყოთ თავისუფლები პიროვნული ვალდებულებებისგან. ჩვენ არ გვჭირდება გამყიდველთან მეგობრობა, რომ მისგან რამე ვიყიდოთ. შედეგი: ჩვენ გავხდით უფრო დამოუკიდებლები, მაგრამ ამავე დროს უფრო მარტოსულები. ურთიერთობები გახდა ზედაპირული და ფუნქციური. მიზნების ჯაჭვი და ფული როგორც თვითმიზანი. ნორმალურ ვითარებაში ფული არის საშუალება მიზნის მისაღწევად. მაგალითად, საკვების საყიდლად. თუმცა ზიმელი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში ფული თავად გახდა საბოლოო მიზნანი. ადამიანები მთელ ენერგიას ხარჯავენ იმ ინსტრუმენტის მოსაპოვებლად, რომლითაც შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ხშირად ამ რაღაცამდე აღარ მიდიან. კულტურის ტრაგედია. ზიმელი საუბრობს ობიექტური კულტურის ზრდაზე. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიები, ხელოვნება და პროდუქტები, ობიექტური სამყარო, უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ადამიანის სულიერი სამყარო, სუბიექტური კულტურა. ჩვენ გარშემორტყმული ვართ უამრავი ნივთით, რომლეთა შექმნის პროცესიც კი არ ვიცით. ფული ამ პროცესს აჩქარებს, რადგან ის საშუალებას გვაძლევს მოვიხმაროთ ის, რაც სხვამ შექმნა, ყოველგვარი პირადი კავშირისგან. ძირითადი დასკვნებით